კომპოსტი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, აერაციას, ხელს უწყობს ტენის შეკავებას, ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას, ახდენს ტოქსინების ნეიტრალიზაციას და წარმოადგენს ნიადაგის ორგანიზმების კვების წყაროს. კომპოსტის დასამზადებლად უნდა შეირჩეს საშუალოდ დაჩრდილული ადგილი. სიგანე 1,5 მეტრი, სიგრძე კომპოსტის რაოდენობის შესაბამისად, სიმაღლე 1,5 2 მეტრი. უნდა მოხდეს ნიადაგის გაფხვიერება 30-50 სანტიმეტრის სიღრმეზე. კომპოსტი მზადდება ფენებად. პირველი ფენა 50-50 სანტიმეტრი, ბუჩქების, ვენახის, დაქუცმაცებული ანასხლავი, ფიჩხი, თივა, ნამჯა, ჩალა ან სხვა შედარებით ძნელად შლადი ორგანული ნარჩენები. მეორე ფენა 30-40 სანტიმეტრი, სამზარეულოს ორგანული ნარჩენები, ნაფცქვენები, ნაჭუჭები, ჩამოცვენილი ხის ფოთლები, მოთიბული ბალახები. სასურველია შეურიოთ ჭინჭარი და პარკოსანთა ანარჩენები, გადამწვარი ნაკელი და სხვა ადვილად შლადი ორგანული ნარჩენები. მესამე ფენა 10-15 სანტიმეტრი, ბაღის მიწა, რომელსაც უნდა მოეყაროს ხის ნაცარი. შემდეგ ვიმეორებთ მეორე და მესამე პუნქტებს. სანამ საკომპოსტე გროვის სიმაღლე არ მიაღწევს 1.5 ან 2 მეტრს. გამზადებული საკომპოსტე გროვა უნდა დაიფაროს ნამჯით ან თივით. შრალი ამიდების პერიოდში საკომპოსტე გროვა კვირაში 2-3 ჯერ უნდა დატენიანდეს. მოირწას. წვიმიან პერიოდში გროვის ქვეშ არ უნდა დგებოდეს წყალი, ხოლო ძლიერი წვიმის დროს გროვას უნდა გადავაფაროთ პოლიეთილენის აპკი, რათა არ მოხდეს კომპოსტის გამორეცხვა. კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ უნდა მოხდეს კომპოსტის მასის არევა ისე, რომ არ შევეხოთ პირველ ფენას. კომპოსტის გროვაში არ შეიძლება გამოვიყენოთ შხამიანი მცენარეები, ლენცოფა, აბუსალათინი, ფიტონციდების შემცვლელი ევკალიპტი, დაფნა, წაბლი, აკაცია, კაკალი, კიპარისი. ასევე მეტალი, პლასტმასი, შუშა და ხის დიდი ნაჭრები.